დილამ შვიდობისა, გამარჯობა, მოგესალმებით, მაია, გამარჯობა, დილამ შვიდობის. დილამ შვიდობის. დღეს ვსაუბრობთ ჩაიზე და ჩაიდნებზე. კი, დღეს გვაქვს საოცარი. მე მგონი არა ქალაქში ადგილი ისეთი, სადაც ამდენი ჩაიდანი ექნება შეგროვილი ვინმეს. ამ ამბავში ძალიან მეხმარება მაია და მე მისი მადლიერი ვარ, რომ ჩემს სტუმრებს შეუძლიათ ის სიამოვნონ იმ დიდი კოლექციებით, რაც აქ არის ხოლმე. ყველა პერიოდი გვაქვს, რაც ყველა პერიოდი გვაქვს. გითხარი რამე რა არის საერთოდ ჩაიდანი რა არის? სადაური ამბავია. ჩაიდანი ჩაის გარეშე არ იქნება. ჩაიდანის გარეშე, ჩაიდა ჩაის გარეშე. ცოტას მაშინ ჩაიზე გეტყვით. ესე იგი, ჩაის ისტორია მოდის ჩინეთიდან, საქართველოში შემოდის მე-19 საუკუნის ბოლოს და იწყება გურიიდან. ჩაქვიდან. ჩაქვიდან. ძმებ პოპოვებს უკავშირდება ჩაქვის პლანტაციების გაშენება და არის ესეთი მეწარმე ქართველი პოჭომკინი გვარად, რომელმაც პირველმა შემოიყვანა ქართველი არ იყო, ქართველი მეწარმე იყო, წარმოშობა ძალიან ცოტა ინფორმაციაა, ზუსტი არ გვაქვს ამის შესახებ, მაგრამ მოხსენიებულია როგორც ქართული ჩაის შემომტანი და ჩამოყავს ჩინეთიდან სპეციალისტი, რომელიც აშენებს ქართულ ჩაის და აქედან იწყება ჩაის კულტურა, ჩინური და ქართული ასე. შესაბამისად ჩაიდნებისაც. ჩაიდნების აუცილებლად, იმიტომ რომ ერთ გადაცემაში შევპირდეთ ჩვენს მაყურებელს და აუცილებლად ვაჩვენოთ ჩაის ქილები რომ გვაქვს ჩვენ. ჩაის ქილები ერთი ცალკე ზღაპარია. ცალკე ზღაპარია 300-ზე მეტი მაქვს მე და ძალიან მიხარია ამ კოლექციის ფლობა. პირველი ჩაიდანი აუცილებლად იყო ჩინური. ეს არის აიშინგის მოდელი, რომელიც არის თიხისგან დამზადებული. არის შიგნიდან გლაზურის გარეშე და მთლიანად შეიცავს ჩაის არომატს. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული ჩაიდანი საერთოდ ისტორიაში. მართლა? კი, ყველაზე ძვირადღირებული. არ ვიცოდი მე გამბავი, მე ფაიფურის ჩაიდნებს ვწყალობ. ძალიან მომწონს. ფაიფურის ჩაიდნები ასევე შემიძლია გაჩვენოთ ჩინური ჩაიდანი. ამას ჩვენ ვიხდებით მუხატულობით. ცისფერიფერი აუცილებლად ეს არის ჩინური თემა. ეს არის იაპონური მოტივებით. ეგენ ძალიან ძველს არ უნდა გავდეს მაია. ეს არ არის ძველი ჩაიდნები. და ინგლისი კიდე ცალკე ისტორია ინგლისური. ინგლისი და ჩაი ხომ საერთოდ მაგას გადაცემა არ ეყოფა ერთი. არ ეყოფა ერთი, კი ბატონო და ძირითადად ინგლისი იყენებს მეტალს და მოვერცხლილ ვერცხლის ჩაიდნებს. ესეც ინგლისური მოდელია. მარტო მაგ ინგლისს აქვს ეს ნახატი ძალიან ლამაზია ესეც. ასევე დულევოს ჩაიდნები, ჩვენი ბავშვობა, ძირითადად რაც არის თქვენი კოლექცია, ეს არის ჩვენი ბავშვობა. კი ბატონო. ეს არის დეკორატიული ამას დუღარის დასამატებლად იყენებენ, მაგრამ უმეტესად დეკორატიული დანიშნულების არის მთლიანად. იცი რა, გულწრფელად რომ გითხრა, ჩვენს ბავშვობაში სერვანდებზე რომ ედგა ჩვენს ბებიებს არ მომწონდა. სერვანდში არ ეტეოდა, სერვანდის თავებზე იდგა. ხო და დიდად რომ გითხრა რომ მაშინ არ მომწონდა, მაგრამ ახლა გიждდები და რატომ გიждდები არ ვიცი, მომწონს ძალიან. რომელი და აღარ არის, აღარც შემოდის უკვე, ვეღარც. სადღა, ნახე რა სილამაზია, 3 ლიტრიანი ჩაიდნები ლურჯები, ნახე რა მოხატულია. ესენი რუსულია ყველა. ეს არის ყველა დულევოს მოდელები, ეხლა რაც თქვენ წარმოდგენილი. აგერ პირველი 4-3. ეს არის მხოლოდ ვირბილკა, ეს კუზნეცოვია, ზუსტად ვიცი. ჩვენ უკვე თვალით ხვდებით ამას ყველაფერს. კი, მე ფორმითაც ხვდები უკვე, ნახე რა სილამაზია. კი. საოცრება. ნახე რა კარგია, ასეთი ნაზი, ასეთი მოხატული, არც ერთი სხვა არა. მე ვერავინ ვერ გააგრძელა შემდეგ ეს პერიოდი. ბევრი შეეცადა, მაგრამ რაც კუზნეცოვებს ქონდა ის განუმეორებელია, ვერავინ ვერ შეძლო მაგის გადატანა. ნამდვილად. ეს ვინ უნდა იყოს, არ ვიცი. ესეც რაღაცა. ეს უფრო ევროპას გავს. არ ვიცი, ეს დანომრილია, ნომრიანი ფაიფურის ჩაიდანია. ეს უფრო ევროპულია. ევროპული ჩაიდანი უფრო ცოტა ყვავილები და უფრო ოქროთია ისე გამორჩეული. ჩაიდნებზე და ჩაიზე იმის თქმა შემიძლია კიდევ რომ ჩვენ მეც და მაიაც ჩაის წკრივებში ვართ გაზრდილი. მე ვარ მეორე ჩაის ფაბრიკასთან გაზრდილი. ზუსტად მახსოვს. დატვირთული მანქანებით, სმენებით მუშაობდი. მთელი ღამე, მთელი დღე. ეს იყო შეუწყვეტელი მუშაობა და 1950-დან 80-დან წლებამდე შეიძლება ითქვას ეს იყო ქართული ჩაის ოქროს ხანა. ნამდვილად. მთელი საბჭოთა კავშირი მარაგდებოდა ჩვენი ჩაით. ქართული ჩაი რითია გამორჩეული? ნაკლებ დაჟანგულია, რბილი გემო აქვს და უნიკალურ ნიადაგზეა მოყვანილი და ჩვენი ჩაი ძალიან გამორჩეულია სამწუხაროდ. დღეს უკვე რაღაცა პატარ-პატარა საწარმოები, მეურნეობები. იმის თქმა შეიძლება კიდევ რომ ბოლოს ჩაის ხარისხი ძალიან გაფუჭდა. ბოლოს ჩვენი ბებიები ცელით ცელავდნენ. ამგლით კრეფდნენ. იცი რა ქართული ჩაის თვისებაც ეგ იყო რომ ხელით იკრიფებოდა ქართული ჩაი. კი, მაგრამ ისე ბოლოს აღარავინ აღარ კრეფდა. ბოლოს ეხა უკვე იმიტომ რომ იმ ხელა იყო მოთხოვნა და ეს იმ ხელა იმპერია
მარაგდებოდა ჩვენი ჩაით, რომ უკვე აღარ იყო გასაქანი და რამდენსაც დაამზადებდნენ, იმდენი იყიდებოდა. ხარისხი დღე-დღე მუშაობდნენ, დღე-დღე იყო მუშაობა. სანამ შენ მაყურებელს ელაპარაკები, მე ორი კოლოფი მაქვს, ეგერ ვხედავ და მინდა ისიც ვაჩვენო. მეტალის ყუთები, კი, მაგას კიდე ცალკე გადაცემა ღირს მაგაზე ისეთი მრავალფეროვნება იყო ჩაის შესანახი ყუთების. ხო, ამას წინათ შალხიძე ვიყიდე და არ მომითმინა, ვიპოვე და არ მომითმინა გულმა რომ არ მეყიდა. ამაში იყო აუცილებლად ვერცხლისფერი ქაღალდები ჩაფენილი და მერე იყო ჩაი ჩაყრილი. ჩაი ჩაყრილი. მეც მაქვს ამის კოლექცია. დიდი არ მაქვს, ოღონდ რამოდენიმე მაქვს. აი კაწერია გრუზინსკი ჩაი. ბათუმი ქართული ჩაი. ქართული ჩაი. ამაზე მუშაობდა ხალხი, დიზაინი იქნებოდა. მაია რა სიტყვი ამ ჩაიდნების მოხატულობაზე? აქ მთელი ოქროს ირემია ერთი ამ გულევოს მაინც სასწაული კი თითქმის ყველა რუსულ საბჭოთა პერიოდის ჩაიდან სყავს თავისი ავტორი და რა სულ გვაქვს პოლემიკა ამის შესახებ, რომ რატომ მოგწონს მაინდა-მაინც საბჭოთა პერიოდის ჭურჭელი და არა ევროპული. მე მაქვს ამისი ახსნა. მე მომწონს ის, რომ ამას ხატავდნენ ნამდვილი მხატვრები. მაგის გარდა, ეს ხო ჩვენი ბავშვობა. ჩვენი ბავშვობა. რამდენიც უნდა ვუმტკიცოთ ახლა ერთმანეთს, რომ ევროპელები ვარ და გვინდა ევროპა და კი ბატონო გვინდა და გვიყვარს და მე თლათ ევროპის შვილი ვარ, განათლება ევროპაში მივიღე. ბევრ რამეს და თითქმის ყველაფერს ევროპას ვუმადლი. ყველაფერი ევროპა მომცა, მასწავლა, ამაყვა, დამაყენა ფეხზე, თუ რამეს შრომობ დღეს ყველაფერს იქ მიღებული ცოდნით ვაკეთებ. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირში დავიბადე და რა ვქნა? ნამდვილად საბჭოთა კავშირში დავიბადე. დავიბადე ნამდვილად. ნამდვილად ხო და ეს ჩვენი ბავშვობა. ეს ყველაფერი ჩემთვის ეს იცით რა მოდელია? არ ვიცი. აი ეს არის პესოჩნია. ჩემთვის, ჩემი ბებია, ჩემი ბებიების დებია. ჩემი მეზობლებია, მე ასე მახსოვს. აი ეს არის ის აღმოსავლური სტილით მოხატული პესოჩნი ყოფილი კუზნეცოვი პესოჩნი. სწორედ ფიალებს და აღმოსავლურ მოტივებს რო ხატავდნენ, აი ზუსტად ეს არის ის მოდელი. ძალიან ამაზე ეს არ არის ძველი, ახალი შერეულია. 1950-იან წლებამდე პერიოდია ეს პერიოდი. ვერსად ვეღარ ვატე, რომელია მაია ვერ 1950-იან წლებამდე არის ეს მოხატულობა. კი, ძალიან ძველია. ეგ მოდელები ზუსტად ვიცი ფორმითაც ხვდები. ახლა ვეღარ ვატევ, აი ეს დიდი ქრიზანთემებიანი მომწონს მწვანე ეს. ესეც დულევოა. ეს ვარდები მწვანე, დულევოა კი რა თქმა უნდა. ყველა დულევოა. დულევოც ასევე ყოფილი კუზნეცოვი. ვეღარ ვატევ, აქ აღარ ეტევა არსად და ვაპირებ რომ გარეთ დიდი თაროები გავაკეთო კაფის გასწვრივ. გარეთ გავე. აღარ გამოდის, ვეღარ ეტევა. აქ არის მინიატურულების კოლექცია კიდე. ესეც ღირს საჩვენებლად. აი ნახე აჩვენე თუ შეგიძლია. ეს იყო სამეული და ბოლოს თავში ედგა მესამე ნაწილი იყო ეს ჩაიდნების. მე მაქვს ამისი ეს დეკორატიულებია მე მგონი. ეს ლენინგრადის არის. ლენინგრადის სამოვარს ედგა თავზე. სამოვრებს ედგა. სამოვრებსაც ედგა, ფაიფურის სამოვრს დეკორატიულები იყო ძირითადად. მაია, შენ რას უშვებ? მე კაი ვაჩვენებ და თავს ვიწონებ, ამდენი ხალხი მახვევია მაგრამ. მუზეუმს გავხსნი ოდესმე. ჩაიდნების. სხვათა შორის ინგლისს აქვს ჩაიდნების სასწაული მუზეუმი, მე არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ესე ვუყურებ ხოლმე. მე და შენ წავიდე ჩაიდნების მუზეუმში ინგლისში. ჩაიდნების მუზეუმში წავიდე. ნახე რა სილამაზია. ამას რომელი ვერც ერთი ვერავინ ვერ აკეთებს. აგერ შენი დამღაც. ეს ხო ნიშნავს იმას, რომ ცისფერი მწვანე და ვარდისფერი, აი სასწაული. ფერებსაც სხვანაირად ახამებენ, ძალიან სხვანაირად. კი, მაგ შეკითხვას ხშირად მისვამე, რა თმინდა ამდენი ჭურჭელი, მაგრამ რა ვიცი, მინდა ალბათ ჭირდება. იცი რა, მე გიჟივით ასე მილაგია. არა, ესე სახში ესე მაქვს მეც მიახლოა. ხო? რა კაია. კი. ხა სახში რომ მქონდეს არ მინდა ნამდვილად, მაგრამ სახში საძინებელ ოთახში მაგიდები მაქვს სავსე და მილაგია ახალ ნივთებს რომ მოვიტან იმას დავალაგებ. რომ შევხედო და თვალი დავატკბო. შენ გესმის ეგ ამბავი და შენ გესმის ეს ამბავი. შენთვის შემიძლია ჩუმად ამის თქმა. მაინც არავის არ ესმის. კი. მეც შემიძლია ასე მელაგოს მაგიდაზე დიდხანს ვუყურო და ოვისიყვარულო როგორც ვამბობ. და მე ვინახავ და მაგ მთელი კოლექციები მოხდეთ. ძალიან კარგია. კოლექციონერობას აქვს რაღაცა აზარტიც. აზარტი კიდევ ჩვენ ხო ვთქვით ესო დიდხანს ცოცხლობენ კოლექციონერები. ეგ შენი ვერსია, მე არ ვიცი ვერსია. ესია ნამდვილად. გიკითხა ეგ. წავიკითხე. მოვისმინე. რაო, კოლექციონერები დიდხანს ცოცხლობენო? აუცილებლად. რა კაია? მე ვაპირებ დიდხანს ცხოვრებას მაგის გარეშეც. იცით რა მახსენდება კიდევ ჩაის არომატი, ნუ სასწაული, ამის გადმოცემა შეუძლებელია და ჩვენ ჩაის ფაბრიკას ჰქონდა საოცარი ბაღი. ხო, უნიკალური მცენარეებით და დღემდე არის ერთი ხე, ამას ქვია ოსმანტუსი, ეს ჩვენ
მე და ჩემმა მეგობარმა ნინომ გამოვიძიეთ ამ ხის. ეხლა თქვენ გავთ მე მგონი. აგერ ყვავის ბაღში ეხლა. აი ეს ოსმანტუსის ხე და ჩაის ხე ჩემთვის იყო მთელი ბავშვობა. ჩაის ფაბრიკებს ქონდა საერთოდ გამწვანების ტრესტი იყო მაგაზე. ღები ქონდათ, უნიკალური ჯიშები ქონდათ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, საბჭოური ესთეტიკით მოწყობილი ყვავილნარები, აუზები, თარგები და იყო ძალიან ლამაზი დენდროლოგიური კოლექციები. დღემდე არის შემორჩენილი სამწუხაროდ დანგრეულია შენობა, მაგრამ სცენარებს კიდე ნახავთ, კი არის. ჩვენ ყოველ წელს რიტუალი გვაქვს, მე და ნინო ვეხმერებით, ხო დგას. ეს არის ჩვენი ბავშვობა. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი რომ ამ სამყაროში ცოტა შემოგახედეთ, ბევრი თუ ვერაფერი შეგახარბეთ მაინც ჩვენი კოლექციები. მე მგონი რომ ეს ინტერესი ადამიანს ძალიან აძლიერებს, ახარებს, ახალის კიდევ უფრო მეტის და ახლის შეძენის და მოგროვების სურვილს უჩენს. ჩემს სტუმრებს არილევა იცით ამის რო გონია რომ აი აღარაფერი გამაკვირვებს და თითქმის ყველაფერი ვნახეთ, ისეთი რამე შეიძლება შემხვდეს, რომ მე მაინც ემოციაში ვარდები მომენტალურად. ამას ვერ უმალავ. აღფრთოვანებას ვგიჟდები და ზურამიც ის თქმა რომ აღფრთოვანებულ ადამიანზე კარგი შესახედი არაფერი არ არისო და ხშირად ვიხსენებ მის სიტყვებს. ასია. აღფრთოვანებული ადამიანი კაი სანახავია და თუ კი ადამიანს აქვს იმის ნიჭი რომ რაიმე აღფრთოვანებდეს, ეს უკვე ბედნიერება. ნამდვილად ასია. ეს მე ვიცი ჩემი გამოცდილებით. უნდა შეეცადოს ყველამ ჩემი აზრით, რომ მონახოს თავისი აღსაფრთოვანებელი ზოგი, ძაღლების მოვლით აღფრთოვანდება ზოგი, ბევრი შვილების გაჩენით და მოვლით. მაგასაც აღნიშნავენ, რომ რა ბედნიერება რომ იპოვე ადგილი, სადაც აი შენ ხედავ ამას და აღმოაჩენ ამ ნივთებს და გიხარია. ჩემთვის ისტორიებიცაა ბევრი ადამიანის ოჯახთან არის დაკავშირებული. ყველაზე შემიძლია, ყველა თითოეულ ნივთზე შემიძლია მოგიყო ისტორია. საიდან მაგ, ვისგან მაგ, როდის მაჩუქა, როდის მომყიდა, რამდენად მომყიდა, კეთილი იყო, ბოროტი იყო. ყველაზე შემიძლია ამბავი მოგიყო. ისა დიდი მოგზაური ნივთებია ეს. ხო, აბა რა. შეიძლება ისეთი ქვეყნიდან ჩამომივიდეს საბჭოთა დროის ფინჯან ლამბაქიან ჩაიდანი, რომ გაოცებული რჩები როგორ მოხდა ეს ნივთი ქვეყანაში, რა უნდა და იქ. მაგრამ ალბათ, როცა მიდიოდნენ საჩუქრად მიქონ, რავი, დიდი მოგზაური ნივთებია მოკლედ. და საერთოდ ნივთებს ახასიათებს მოგზაურობა და პატრონი. ყველა ნივთს ყავს მისი პატრონი. მისი პატრონი. აუცილებლად მოვა ადამიანი და იტყვის, აი ზუსტად ამას ვეძებდი წლები, ამას ვეძებდი მთელი ცხოვრება. ძალიან ბევრჯერ მქონია მე ეს შემთხვევა და ყველა ნივთს ვამბობ, სულ ვამბობ ამას, რომ სათითაოდ, აი ყველას ყავს მისი პატრონი და ის აუცილებლად ელოდება მის და მოაკითხავს აუცილებლად. კი. მეორე ამბავია კიდევ. უკვირს ზოგიერთ როგორ ელევით ნივთებს. ეს არის კოლექციონერობის დაუწერელი კანონი. თუ არ გაყიდე ვერ იყიდე. ვერაფრით ვერ იყიდი. ახალი რომ შემოამატო, ძველი უნდა გაუშვო. ემოციასაც ვერ დააგროვებ. ამდენი გროვდება, ვერ დაგროვდება, ვერ ეტევა. უნდა რაღაცა შეელიო. მე მომიყოლია ყოფილი ვარ ფსიქიატრთან. ამ შემგროვებლობის მეგონა რომ ავათვარ. და პირველი შეკითხვა რაც დამისვა გერმანიაში, ფსიქიატრმა შემეკითხა, ფსიქოლოგმა არა, ფსიქიატრმა. შემეკითხა ფსიქოანალიტიკოსმა, რომ თქვენ გიჭირთ ნივთებთან შელევა? შეგიძლიათ გააჩუქოთ, შეგიძლიათ გაასხვისოთ? და მე რომ ამაზე მშვიდად უპასუხე რომ კი, მითხრა რომ თქვენი დიაგნოზი არის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი. თქვენ არაფერი ავადობით არ ხართ ავად. მანამ სანამ მე ალბათ ეგეც არ მიშვედის. შენ მეგონი ფსიქიატრის შენი შემთხვევა ცოტა უფრო მძიმეა ჩემო მაია. მე ძალიან შეყვარებ, რომ დამოკიდებულს არ ვიტყვი, მაგრამ უაზროდ მე ვიტყვი. დამოკიდებულია. ხო, მე არ მიჭირს. თუ კი ახლით შემიძლია ჩავანაცვლო, მაშინ ძველთან შელევა არ მიჭირს. აი მაიას უჭირს. მე ცოტათი მიჭირს, ხო. ხო და ამაში ჩვენ ცოტა დიდი დრო მჭირდება, რომ იყოს შევხედო და მე გადავწყვიტო მაგალითად. ხო, ჩემთვისაც უჭირს რაღაცების დათმობა. არა, ჩემია და ასე გადაეხა. ზოგჯერ ვფიქრობ, აი იყოს შენი, იყოს. არა, ამას ვერ და. არა, ამას ვერ, აი ეს ჩემი ისე იტყვის, კაი ბატონო, იყოს შენი. ასე რომ იცოდეთ, რომ ეს ცოტა არეული ამბავია, მთლად დალაგებული ხალხის საქმე არ არის კოლექციონერობა. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ბრძანდებოდით. ჩვენ ხვალისთვის გიმზადებთ კიდევ ერთ ნოსტალგიურ და საინტერესო ამბავს აბრეშუმებზე. ჩინურ აბრეშუმებზე, რომელიც არ მეგულება ოჯახი, სადაც არ ინახება. ყველა ოჯახში. თუ არ არის, იყო და ყველას ახსოვს. დროებით, მაია, დიდი მადლობა. მადლობა.